სვანეთი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარეა. საინტერესოა რა ხდება აქ ზამთარში თოვლის სეზონზე. როგორია სათხილამურო ტრასები და რეალურად რა ჯდება ამ მხარეში დასვენება. ერთდღიანი მულტიფასი 40 საათი ლარი. დღეს სოკართან ერთად თოვლიან სვანეთში ვიმოგზაურებ. მოვივლით საოცარ ადგილებს, ერთად დავტესტავთ აქაურ სათხილამურო ტრასებს და რა თქმა უნდა დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს. მას ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდებულ სვანეთში. ბიჭო, სად ხარ? თამარის კოშკთან ამოვედი ახლა. შენი კონტენტის წარმომადგენელი რომელი კომპანია? ჩემი კონტენტის წარმომდგენი არის სადაზღვევო კომპანია ვაიზერი. და სადაზღვევო კომპანია ვაიზერი აზღვევს ძმაო ჩემ მოგზაურობებს, თუ გინდა დაგაზღვევს, იმიტომ რომ ამ სფეროში საუკეთესოები არიან. აბა არხის გენერალური სპონსორი რომელია? არხის გენერალური სპონსორი უკვე თითქმის 1 წელია არის ასვლა. სოკართან ერთად მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში გრძელდება და დღეს გეზი გვაქვს სვანეთისკენ. როგორც ხედავთ, სნოუბორდით ვარ წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახავთ სვანეთს როგორც სასრიალო კურორტს. არასდროს არ ყოფილვარ ზამთარში ამ კუთხეში და ძალიან მაინტერესებს. შეამჩნევდით ჩემს მანქანაზე საბარგულს ზემოთ ეს სნოუბორდისთვის გვაქვს და თხილამურებისთვის. მსგავსი საბარგული შეგიძლიათ შეიძინოთ მენაბოში. აქვთ ძალიან დიდი არჩევანი და საკმაოდ კარგი ხარისხის პროდუქცია. ჩავდოთ ახლა ეს ჩვენი სნოუბორდი და დავაწექით სვანეთისკენ. ჩავალაგეთ მანქანაში ჩვენი სნოუბორდი და თხილამურები. გავუსეთ მანქანის ავზის სოკარის პრემიუმით და წავედით სვანეთისკენ. დაახლოებით 8 საათი მაინც გვჭირდება მესტიამდე. არსებობს ორი გზა, რომლის მეშვეობითაც ამ კუთხეში მოხვედრაა შესაძლებელი. პირველი ესაა ძირითადი ყველაზე გამოყენებადი გზა, რომელიც სამეგრელოს გავლით ადის მესტიაში. მეორე გზა, რომლის მეშვეობითაც ლენტეხის გავლით პირდაპირ უშგულში მოხვედრაა შესაძლებელი, ნაკლებად პოპულარულია და ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება ხოლმე. რადგან ზამთარია, ჩვენ რა თქმა უნდა ძირითად გზას დავადექით. იმედია გზაზე შეფერხებები არ გვექნება და გემრიელად მშვიდობით ჩავალთ სვანეთში. ეს მესტია სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. ჩვენს მოგზაურობას სვანეთში სწორედ აქედან ვიწყებთ. გზავრობისგან დაღლილებმა და მშივრებმა გადავწყვიტეთ გემრიელად გვევახშმა და მესტიის ცენტრში რესტორან ლაილაში შევედით. რა მაგარი გარემოა თო. ძალიან ლამაზი გარემოა, ძალიან მომწონს აქაურობა. საკმაოდ ბევრი ხალხია. ტურისტს რომ მოეწონება, ზუსტად ესეთი ადგილია. მოკლედ ახლა ჩვენ ავიღოთ რამე სვანური კერძები და დავაგემოვნოთ. ჩვენს მოგზაურობას გაუმარჯოს ჩვენ მოგზაურობას. გავსინჯოთ მეგობრებო თაშმიჯაბი, რომელიც შედგება ყველისგან, ხო? ყველი და კარტოფილი. ყველი და კარტოფილი. სხვათა შორის არასდროს გამისინჯოს. ხო რა, პიურია ყველით. სხვა ხსნა არ აქვს და ძალიან გემრიელია. რატო შერაზმებს მან? მოწონს ყველაფერი მოწონს, აზრი არ აქვს. აბა ვნახოთ კუბდარი. სვანეთიდან ახლა კუბდარის დაგემოვნების გარეშე ვერ წავალთ. მოდი შეგთავსი ვანახოთ, ნახე. ნახე რა მადის აღმძვრელად გამოიყურება. და ზუსტად ეგეთივე გემო აქვს. აუ რა გემრიელია, გირჩევთ რომ არ გაიფუჭოთ მადა და პირველ რიგში კუბდარი შეჭამეთ ბიჭებო. აუ ძალიან გემრიელია. მოიტანეს ანგარიში და დაგხვდა ესეთი წარწერა. ძალიან დიდი მადლობა აქედანაც. ასე გემრიელად და დადებითი ემოციებით დაიწყო მოგზაურობა სვანეთში. ძალიან დადებითი ენერგიებით ავისე. ვახშმის შემდეგ დაბინავების დრო მოვიდა. რისთვისაც ერთი ჯადოსნური ადგილი შევარჩიეთ მესტიაში. ეს გახალთ მეგობრებო, ჩვენი კოტეჯი და შევიდეთ დავათვალიერეთ. ოჰო, რა კაი სითბოა. აგერ გვაქვს სამზარეულო. აქეთ გვაქვს სველი წერტილი, რომელიც
საკმაოდ კარგად არის მოწყობილი. ავიდეთ ახლა ზემოთ. ზედა სართულზე როგორც ხედავთ, აქ გვაქვს საძინებელი ერთი თავის აივნით, იქითაც მე გავიხედებით. აქეთ გვაქვს მეორე საძინებელი. აქ 3 ადამიანი დაეტევა და აქ გვაქვს კიდევ ერთი სველი წერტილი. გავიხედოთ აბა აივანზეც. აი ესეთი ზღაპრული ხედი გვაქვს, ძალიან ლამაზია. ცალკე აღნიშნის ღირსია ეს გარემო, რაც აქ დაგხვდებათ, ძალიან შეამოვნებს. ეხლა აქ უფრო მივხედავთ იმისა, რომ ახალი წელი უკვე ჩავლილია, ძალიან მაგონებს ლაპლანდიას აქაურობა. აი დაახლოებით ესეთი ზღაპრული გარემოა იქაც. ამ კოტეჯის ღირებულება არის 400 ლარი ერთი დღით და 7 ადამიანზეა გათვლილი, ანუ საწოლის დამატება შეიძლება. რაც ფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ფასია, ასევე არის პატარა ზომის კოტეჯებიც, რამდენიმე, რომელიც 2-3 ადამიანზეა გათვლილი და მისი ღირებულება გახლავთ 270 ლარი. ამ კონკრეტულ მომენტში არის აი ეს ფასები აქ. ამ ვიდეოში გაჩვენებთ აგერმე და ბიჭები, რას დავხარჯავთ, რა თანხა დაგვიჯდება სვანეთში მოგზაურობა, დასვენება, სრიალი და ასე შემდეგ. მოკლედ ფასებზეც გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ წინა ვიდეოებში მიწერდით ხოლმე, რომ ფასებს არ ახსენებოდა. ეხლა ყველაფრის ფასებს გეტყვით ხოლმე, რასაც გავაკეთებთ მოკლედ სვანეთში. ზღაპრული გარემო ვინტერფელში არა მხოლოდ ღამით, არამედ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაგხვდებათ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ კარგად დაისვენოთ და ისიამოვნოთ. დიდებული დილა გათენდა მეგობრებო ვინტერფელში. საოცარი ადგილია აქაურობა და ეხლა უფრო კარგად დაგათვალიერებინებთ. გუშინ ჩვენც ვერ ვნახეთ ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან გვიან მოვედით. ერთი სიტყვით წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ დაჯავშნოთ აქ კოტეჯი და ისიამოვნოთ აი ამ არაჩვეულებრივი გარემოთი. ამონაცდება მათი საკონტაქტო და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ. ცოტა ცივა, მაგრამ მე ანტარქტიდის წყლებში ვიბანავე ცივწყლებში და ციცივე დავამარცხე მეგობრებო, აღარ მცივა. აუ რა ლამაზია, ნახე გადათეთრებული მთებით, მაო. საოცარი გარემოა რა. აგერ მეგობრებო, ჯაკუზი შეგიძლიათ თბილ წყალში ჩაწვეთ, ისიამოვნოთ და აქვე გვაქვს საუნაც. და ამ საუნაში ახლა რა მომწონს განახებთ. ამას შეხედე. ზიხარ და წინ გაქვს ესეთი ძალიან მაგარი ხედები. მოკლედ მაქსიმალურად შეგიძლიათ სიამოვნება მიიღოთ ვინტერფელში. პირველ რიგში, სანამ სვანეთს დავათვალიერებთ, სანამ ბუჟგულში წავალთ, გადავწყვიტეთ, რომ ვისრიალოთ და გაჩვენოთ თუ როგორი კურორტია სვანეთი. სანახაობრივად რომ ძალიან მაგარია, ეგ ყველამ ვიცით. თუმცა მოდი ვნახოთ როგორი კურორტია, როგორი სასრიალო გზებია, რა ფასებია და ასე შემდეგ. წავედით. სვანეთში ორი სათხილამურო კურორტია, ჰაწვალი და თეთნულდი. ჰაწვალის პირველი საბაგირო აქვე მესტიაშია, ხოლო თეთნულდამდე გზას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. ამინდი, მაინც და მაინც მზიანი არ გვაქვს და ნახოთ რა როგორი ტრასა დაგვხდება. თუმცა, სანამ სასრიალო ტრასაზე მივალთ, მეგობრებო, ბენზინი გვჭირდება და გამოიცანით სად ჩავასხამ ბენზინს. სოკარში. ეს არის ზურა, მეგობრებო. სვანეთს იცნობ ძალიან მაგრად და ამ დღეების განმავლობაში მოკლედ ჩვენთან ერთად იქნება და დაგვაყოლიანებს. ზურა საერთაშორისო სამთო-გამყოლი, საქართველოს სამთო-გამყოლთა ასოციაციის ექსპერტ-ინსტრუქტორი, გამოცდილი მთასვლელი და მოთხილამურია. წინ დიდი შემართებით. დავაი. კარგი ამიდები გქნა. იმედია. მადლობა ძმაო, რომ ჩვენთან ხარ. მადლობა შენ რომ მოხვედი სვანეთში. გენაცვალე. სანამ სასრიალო ტრასაზე წახვალთ, აქვე მესტიაში შეგიძლიათ სნოუბორდის ან თხილამურის დაქირავება. ჩემს ერთ ძმაკაც არ ქონდა თავისი თხილამური წამოღებული, ამიტომ გადავწყვიტეთ ადგილზე გვექირავებინა. რა ღირს თხილამურები? 200 ლარი. 200 ლარი დღე, ხო? და სნოუბორდი? სნოუბორდიც. სნოუბორდს 200 ლარი დღე. 24 საათი. ხო, ოკეი. ისე 200 ლარს რო ცოტა დაამატო ზიო, ახალ სნოუბორდს იყიდი.
წეჩი გეუნე. მე ეგეთი დაბეჭდილება დამრჩა რომ გაგვეღადაო. ამ საბოლოოდ ალბათ ისე მოხდა, ხო? არის. უეჭველი, მე არც გადაგახტევინა ხოლმე რა, ანუ მე გადაიხადება ხო გითხრა. ყოფილი არ გადაგვახტევინა და კაი რომ მოვიტად გავარკვევთ კაროჩე. მე მგონი გვეკაიფებოდა. ხუმრობა იყო თუ არა, მაგას დღის ბოლოს გავარკვევთ. იქამდე კი წავედით თეთნულისკენ. როგორც უკვე გითხარით, მესტიიდან თეთნულამდე 40 წუთის გზაა. სულ რომ სასრიალოდ არ მიდიოდეთ, ამ საოცარი გზის გავლაც კი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. კი. ოკეი. ნახოთ აბა. ჩვენი დასტერი რა სიზამს. ამოვედით შენივრად თეთნულზე. თაულიც წამოვიდა და წავედით ახლა სასრიალოდ. სანამ ჩვენ ჩამოსრიალდებით მეგობრებო და განახებთ ამ ტრასას იქამდე გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. აქედან რომ ჩავალ თბილისში ძალიან სახიფათო მოგზაურობაში მივდივარ. ასე რომ გამოიწერეთ არხი რომ არ გამოგცეთ საინტერესო ამბები. ესე იგი მეგობრებო, ესეთი ფასებია, ერთდღიანი მულტიფასი, მთელი დღე რო ისრიალო დღეს 40 საათი ლარი. 25 ლარი ღირს 6-დან 12 წლამდე ბავშვისთვის. და აქ არის კიდე 2 დღიანი, 3 დღიანი, 4 დღიანი, 5 დღიანი და ასე შემდეგ მულტიფასები. თეთნულზე 4 სასრიალო ტრასა ფუნქციონირებს. ჯამში კი მათი საერთო სიგრძე 30 კილომეტრს აჭარბებს. აუ როგორ მომენატრა. 2 წელი არ მისრიალია. ეც 2 ანუ 2 სრიალე ერთხელ რა, ერთი დღე. მეც ეგრე დაახლოებით. მე 2 დღეა. მაგრამ მოგენატრაო. სეზონი დაახლოებით რამდენხანს არის ხოლმე სასრიალო. თოვლზე არის დამოკიდებული. ხო, ნუ რა თქმა უნდა. აპრილის 15 რიცხვამდე გრძელდება ძირითადად. როდემდე? აპრილი. კაი, გაზაფხულამდე არის ესე. პირველ საბაგიროზე ამოვედით, როგორც ხედავთ, ძალიან მაგარი ნისლი გვაქვს, საერთოდ არაფერი არ ჩანს ზემოთ. ამიტომ მეორე საბაგიროზე აღარ ავალ, პირდაპირ აქედან დავაშვებით. ესეც პირველი წაქცევა მეგობრებო. Siamone, rai, ძალიან გაასწორა. უმაგრესი ტრასაა. ნუ უკეთესი იქნებოდა ესეთი ამინდი არ ქონოდა. ზიანამიჩის რეალი მაგრად მიყვარს რა, იმიტომ რომ ხედები აქ არის არაჩვეულებრივი. ოთო შერა სიტყვა გაასწორა. აი, ცოტა თოლმა და ნისმა არ გაასწორა, თორე თვითონ ტრასა ძალიან მაგარი. ტრასა არის იდეალური. აი, ზვიოც გაუსწორდა განსაკუთრებით 2 საათი მოდიოდა რა. ეს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. აუჟე შემდეგზე იდეალურად ჩამოხვალ. ინსტრუქტორს რაც შეეხება, ვისაც გაინტერესებს ღირებულება, ზვიო რა ღირდა? 120 ლარი. ხო, 120 ლარი ღირდა 1 საათით. თეთნულს კარგამინჩი ისევ დაუბრუნდებით. თუმცა იქამდე ჰაწვალისკენ ავიღეთ გეზი, რადგან გვსურდა ეს 2 სასრიალო კურორტი ერთმანეთისთვის შეგვედარებინა. ხო, თეთნულისგან განსხვავებით, აქ გონდოლა გვაქვს და ნაძვნარში მოგვიწევს სრიალი. საბაგიროს ფასები აქაც იგივეა ზუსტად, რაც თეთნულზე. სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო.
კურორტს 4 ადგილიანი გონდოლა ემსახურება. სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე კი 7 კილომეტრს შეადგენს. ვერ ვამბობ რომელი ტრასა უკეთესია, ორივე ძალიან კარგია რა. ჰაწალზე საკმაოდ დამრეცი მონაკვეთებია და ეგ მაგრად ასწორებს. ხედებით ორივე ზღაპრულია. მოკლედ არ ვიცი, ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია ორივე სასრიალო ტრასას. ძალიან მომწონს აქაურობა. ზაფხულში რომ საოცარია ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ზამთარი ყოფილა აი არ ვიცი. როგორც სათხილამურო, სამთო სათხილამურო კურორტი, ჩემთვის სვანეთი არის საუკეთესო, უკვე შემიძლია თქვა. იმიტომ რომ ბევრ რაღაცას აერთიანებს რა. აქ მარტო სასრიალოდ არ ჩამოდიხარ. სანახაობრივათაც საოცრება, კულტურა გინდა, ისტორია გინდა, სამზარეულო გინდა, ხალხი გინდა, არ ვიცი, აი ყველაფერს აერთიანებს რა. ძალიან ბედნიერი ვარო აქ ვარ და კიდე რამდენიმე დღე ეს ბედნიერება გასტანს და თქვენთან ერთად რა თქმა უნდა ყველაფერს გადავიღებ, გაჩვენებთ ამ დღეებში რაც მოხდება. დავბრუნდით ისე მესტიაში, შივრები, დაღლილები, სასიამოვნო დაღლები და ეხა კაი სუფრა გაიშლება. ეს ტერასა თაუერია რესტორანი მესტიის ცენტრში, სადაც სრიალის შემდეგ გვიმასპინძლეს. გავმარჯოს სვანეთს. საქართველოს და გავმარჯოს. ამ ეტაპზე კონკრეტულად სვანეთს დავლოცოთ. გავმარჯოს სვანეთს. მადლობა ღირსებისთვის. და რა ვიცი, მასპინძლობისთვის. ესეთი თბილი დახვედრისთვის, ჯიგრული დახვედრისთვის, ზმაგაცური დახვედრისთვის. არაჩვეულებრივი სუფრა იყო მეგობრებო. ძალიან ვისიამოვნე და უღრმესი მადლობა. ტერასა თაუერს. მოკლედ, სვანებო, გინაცვალეთ, ვიყვარხარ. და ესეთი სითფორავი, კაი ხანია არ მიგრძნია. და ამასობაში მოვიდა დრო თხილამურების დაბრუნების. აი ხდება ფარდა ფასებს. სალამი კიდევ ერთხელ. ხილამურის კომპლექტის ფასი არის 50 ლარი, სნოუბორდი. გაგვეღადავე, ხო? ის ჩემი ძმა. შენი ძმა იყო? გაგვეღადავე, ეჭელი ხო? 200 ლარია, ოდათ არიცი. 50 ლარია ესე. 50 ლარი არის ფასი. ერთი დღე. ერთი დღე თხილამური. სნოუბორდი? სნოუბორდის 50 ლარი არის, მერე მოდის უკვე გავყვალავის თხილამური, სკიტურის თხილამური, რომელიც ხის 80, 150 და ასე შემდეგ. ოკეი. ეგრეც ვიცოდი რომ გეღადავება. მადლობა ძმაო და წარმატებები. მადლობა თქვენ. რაიდ სვანეთი მეგობრებო, მესტიის ცენტრში არის და შეგიძლიათ მობრძანდეთ და აქ იქირავთ თხილამურები და სნოუბორდი, ძალიან კაი ხალხი დაგხვდებათ აქ. 200 ლარი არ ღირს. გავუსვათ ხაზი. ასე დასრულდა მეგობრებო დღევანდელი დღე. მეორე დღეს ისევ თოვლიანი დილა გათენდა და ამჯერად გეზი უშგულისკენ ავიღეთ, რომელიც არა მარტო სვანეთში და საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და უნიკალური ადგილია. გზას უშგულამდე, მესტიადან უშგულამდე ჭირდება დაახლოებით 1 საათი. ამინდი მშვენიერი გვაქვს, თოვს, გზაც მოთეთრებულია, მანქანა იდეალურად ართმევს თოვლიან გზას, თავს და რა ვიცი, კარგი განწყობით მივდივართ მოკლედ უშგულისკენ. გზად შევჩერდით სიყვარულის კოშკთან, ადგილთან, რომელსაც მეტად საინტერესო და ემოციური ისტორია უკავშირდება. მოკლედ აქ არის ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია. იფარელ გოგოს და კალელ ბიჭს იფარი გამოვიარეთ, კალას ავივლით რა. ის კალელი ბიჭი იყო მონადირეთან და უყვარდათ ერთმანეთი და ამ ქვაზე ჰქონდათ შეხვედრები რა. ერთხელ სანადიროდ რო წავიდა ის ბიჭი, სამწუხაროდ აღარ დაბრუნდა რა, ვეღარ დაბრუნდა ალბათ და მერე ის სულ აქელოდებოდა ის გოგო რა. მამამისმა აუშენა იმ გოგოს აქ კოშკი რახან აქელოდებოდა და აქ გალია ცხოვრება სამწუხაროდ. ესეთი დიდი სიყვარულის ისტორია აქ ამ კოშკს და სულ კირქვათი არის აშენებული. ნამდვილი ისტორიაა თუ ლეგენდა? შუაში. სადღაც შუაში, იმიტომ რომ ყველა მეგრე იცის რა, ვიცი, ყველა გადმოცემით ყველა მეგრე იცის და ალბათ მართლა ეგრე იყო რა. მოკლედ ესეთი სევდიანი ისტორია აქვს აი ამ კოშკს.
ოკეი, გავაგრძელეთ ახლა გზა უშგულისკენ. ამასობაში უშგულს მოვადექით. ნახეთ რა საოცრება. ზამთარი როგორ ხდება. ოდივა! მურუზა ჯივაი ბეკრზილი ვოდა რასმაი ვოი ოდივაი მურუზა ჯივა ბეკრზილი ვოდა რასმაი ვოი ოდივაი ხებაი ვარალ ჯივოდა ჯეგაბიტე კარგი იქნება ეხლა მზიანი ამით თქონოდა იმიტომ რომ შხარა გამოჩნდებოდა თუმცა არა უშავს ასეც ძალიან მისტიურია ქავრობა. აი ეს არის მეგობრებო ჩვენი მასპინძელი უშგულში. შემოგვეგება როგორც კი გავაჩერეთ მანქანა. ობო, ნელა ზმა. ნელა არქეთ არ გამოგექცეს კბილი. აუ რამხელარი. უშგულში შესვლისთანავე ერთი მანქანა თოვლში გაგვეჭედა. ჩაჯდა? იქ უნდა ასვლა? ატაო. როდესაც ამოყვანას ვცდილობდით, კიდევ ერთი მომავალი მანქანა გაჩერდა და ვეღარ აგრძელებდა გზას. ეგრე მაინტერესებს ჩემი რენო რა სიზავდა ეს სიტუაციაში. ხوار შევაგდო თოვლში. ой, დავიდა. ასე ვიწყაროზე ერთად. ნელა. ერთი მანქანაც და ეგ არის. აი! ეგ არის. კაია, უშგულში თავგადასავლებით დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. უშგული თემებადაა დაყოფილი და 4 სოფელს მოიცავს. ესენია ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. ეხლა ვარ თამარ-მეფის კოშკთან, თამარ-მეფის საზამთრო კოშკთან და იქ მაღლა ქედზე იქ არის საზაფხულო თვითონ სადაც გაზაფხულს ატარებდა რა საზაფხულო. ხო, იდეაში აქ იყო სულ თამარ-მეფე რა, დიდ შემოსევების მერე და რაღაც აქ ცხოვრობდა უშგულში რა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარ-მეფეს ცხოვრების დიდი ნაწილი სვანეთში გაუტარებია. არაერთი ეკლესია აუგია და ჯვრებითა და ხატებით შეუმკია მას ამ კუთხეში. თამარს ძალიან დიდი მოდობა ჰქონდა სვანეთის და სვანეთი ხო ყოველთვის უბატონო იყო ზემო სვანეთი და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს, თამარიც და სვანებიც რა. ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი. უკვე მიზნად დავისახე რომ დავიდე 1 მილიონ გამომწერზე. ჯერ ნახევარი გზა გვაქვს მართალია გავლილი, მაგრამ მგონია რომ ეს რეალურია რა და ძალიან გთხოვთ ერთი ღილაკის დაჭერა რა, subscribe ღილაკის. ვინც დარეგისტრირებული არ ხართ, ეგეც ძალიან მარტივია გთხოვთ რომ უცებ დარეგისტრირდეთ და გამოიწეროთ არხი. ავიდეთ მილიონ გამომწერზე. მადლობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. გამარჯობა, სასიამოვნოა. ჩემთვისაც. გამარჯობა. ეს guest house-ი მასპინძელია, სადაც თბილად მიგვიღეს და საოცრად გვიმასპინძლეს. ცოტა დავისვენეთ გემრიელი კერძები მივირთვით და გავაგრძელეთ უშგულის აღმოჩენა. ეხლა შემოვედით სოფელში უშუალოდ. ზამთარი ძალიან უხდება და ძალიან ლამაზია აქაურობა. ძალიან სასიამოვნოა აი ამ ქუჩებზე სიარული. აი უშუალოდ აი ამ სოფელში სიარულია ძალიან სასიამოვნო. თან ეხლა სიმშვიდეა, სიწყნარია და ძალიან კაი აურა ტრიალებს. უშგულში მეგობრებო ცხოვრობდა ფრიდონ ნიჟარაძე, მხატვარი. რომელსაც ჰქონდა საოცარი ნახატები და როგორც ზურამ გითხრა, აქაურ სალვადორ დალით მოიხსენიებდნენ. ხო და შევიდეთ ახლა ვნახოთ დავათვალიეროთ. საინტერესო უნდა იყოს. ვაუ, საოცარი ნახატებია. ამას შეხედეთ, მეგობრებო. საოცარი ნახატებია. ნახეთ. ამას შეხედეთ. თურმე ბავშვობიდან ხატავდა, ჩემზე უფროსი იყო 8 წლით და მე რაც მახსოვს, სულ ხატავდა. მერე დაამთავრა სამხატვრო აკადემია.
მაგრამ არ ემადლიერებოდა ჩარჩოებში მომაქციაო, მაგრამ ვერ მოაქცია. მაინც აი სხვა რაღაცების ხატვა დაიწყო, ხო? ძალიან ანტისაბჭოური განწყობის იყო და მისი ამხანაგებიც მე ვიცნობდი იმათ ბევრს. ეს ნახატები რაც აქ არის, აქ დახატა, ხო? აქ არის დახატული, აი ლომის წილს რო იტყვიან ეს. უშკულზე იყო შეყვარებული, აი ცენტრალური სოფელი რო არის, ხო? აი იმაზე სულ ეს კოშკებიო თქვენ რა გონიათო პირამიდების ხელა არის. ძირითადად ესე იგი მაინც მუზა მაინც სვანეთი იყო. მუზა იყო სვანეთი, უშკულზე ამბობდა და აი კოსმოსი. ალბათ აქ კაიხანი უნდა ჩაუბჯდე უყურო ამ ნახატებს, რომ გაიაზრო რაღაცა შინაარსი გაიგო. რის თქვას ცდილობდა. ძალიან მრავლის მთქმელი ნახატებია. ნახე აი ამას უნდა ჩაწვდე ახლა. ამ თუნდაც აი ამას ძალიან ბევრი თქმელია. ყველას გირჩევთ მეგობრებო უშგულში, თუ მოხვდებით, შემოიარეთ, დაათვალიერეთ აქაურობა. უშგულის დატოვება ლამარიის მონასტრის უნახავად არ შეიძლება. კომპლექსის საოცარ ადგილზე დგას და კარგამინჩი მწვერვალი შხარა გადმოჰყურებს აქაურობას. აქ წესით უნდა ჩამდეს ახლა შხარა რო არა ნისი. ჩვენ კი ამასობაში ნელ-ნელა შემოგვაღამდა და დაუბრუნდით ისევ მესტიაში, სადაც სასტუმროს ეზოში უსაყვარლესი ბავშვები გველოდებოდნენ. აუ, რა საყვარლები ხართ, არ გამარჯვებული. ერთი საათია გელოდები. რა ფოტო? რეაგეთ. მართლა? ჩემი საყვარელი იუთუბერიო და ახლა ჩამოხვედი. კაი, აცალეს ხებს და. საყვარელია. მაგრამ მარტო გადამიღე. კიდევ ერთი ულამაზესი დღე გათენდა მესტიაში. დღეს მარგიანების კოშკი უნდა ვნახოთ. კოშკამდე საკმაოდ ციცაბო გზაა. თავიდან მშვენივრად მივდიოდით, თუმცა ბოლოსკენ ცოტა გაგვიჭირდა. აი აქ მგონი მართლა გაგვიჭირდა. მოკლედ, ბოლომდე ვეღარ ავედით კოშკზე, საკმაოდ ციცაბო აღმართია და აგერ დავპარკინგდით. აქამდეც რო ამოვედით, ეგეც. ხო, ანუ მაინც ნახე რა გზა ამოვიარეთ. ძალიან მაგრა ამოვედით მაინც. აი ბავშვი რო არ შეგხვედრო და იქ შეიძლება დამოსულიყავით. ხო, იქ ბავშვი შეგხვდა და გავჩერდით, თორე რაც გონი გქონდა მაგარი. ეს მარგიანების სახლ-მუზეუმია. ისტორიული სვანური საცხოვრებელი კომპლექსი და სვანური კოშკი, რომელიც ეკუთვნოდა მარგიანების ძლიერ და ცნობილ ოჯახს. სანამ უშუალოდ საცხოვრებელ კომპლექსს გაჩვენებთ, იქამდე გადავწყვიტე კოშკზე ავსულიყავი. აი, აქედან შევდივართ კოშკში. ავიდეთ ბოლომდე რა, სახურავზე შეგვიძლია რომ აღმოვჩნდეთ და გადმოვხედოთ იქიდან მესტიას. ავიდით. გრძელდება. კიდევ როგორც ხედავთ. მაღალი კოშკია. გახეთოთ ახლა. ეგარი. ამოვედით ბოლოში. ახლა ვაუძრო სახურავს. თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. არ გაიმეორეთ მის გავსწირო. იცი? და შეგახსენეთ მეგობრებო, რომ ამ საოცარი კონტენტის წარმოდგენია სადაზღვეო კომპანია ვაიზერი. შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს. სწორედ ესაა ვაიზერის ბრენდის ფილოსოფია. ასე რომ იმოქმედეთ თამამად, დანარჩენს კი ვაიზერი დააზღვევს. ზღაპრულია მეგობრებო, აქედან მესტია, ხელის გულივით მოჩანს ყველაფერი. და არ ვიცი, აი მგონია რომ ძალიან გამიმართლა ამინჩი, იმიტომ რომ შეწყდა ეხა თოვლი და ყველაფერი არის გადათეთრებული,
კარგად ჩანს, ანუ მხედველობა იდეალური გვაქვს. არ ვიცი, აი ყოველდღიურად აქ ყოფნით რწმუნდები თუ რა მაგარი ქვეყანა გვაქვს და რა საოცრება აქაურობა. მარგიანების კოშკის გვერდით არის გადასახედი, საიდანაც საოცარი ხედები იშლება მესტიაზე და აქვე არის უძველესი სახლ-მუზეუმი და ამას ქვია მაჩუბი. ესე ქვია სვანურ სახლს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს სახლი მე-12 საუკუნით თარიღდება, ანუ იმ დროს როგორ ცხოვრობდნენ, ეხლა ვნახავთ. მარგიანების ეს საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს ტრადიციული სვანური საცხოვრებელი დაცვითი არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. მაჩუბი იყო ოჯახის მთავარი საცხოვრებელი სივრცე, სადაც ადამიანები და პირუტყვი ერთად ცხოვრობდნენ. ქვემოთ იყო პირუტყვი, ზემოთ ეძინათ ადამიანებს. და ეს რატომ ხდებოდა? მოგიხსენებათ ზამთარი აქ ძალიან ცივია. აი ეს შუა ცეცხლი რაც აქ გვაქვს, არ ყოფნიდა მოკლედ გათბობას. შესაბამისად, პირუტყვი თავის სითბოს გამოსცემდა და ზემოთ რომ ეძინათ ადამიანებს, ბევრად თბილად ატარებდნენ ზამთარს. აი აქ ანთებდნენ კვარს, რომელიც ანეიტრალებდა აი ამ სუნს და აღარ იყო ისეთი შემაწუხებელი. და წარმოიდგინეთ ახლა მეგობრებო, აი აქ სადაც ახლა მე ვზივარ, მე-12 საუკუნეში ცხოვრობდნენ, წარმოიდგინეთ, აი ესეთ გარემოში და ერთი ოჯახი დაახლოებით 25 ადამიანისგან შედგებოდა. ანუ ამ სახლში დაახლოებით აი ამ რაოდენობის ადამიანი ცხოვრობდა. საკმაოდ დიდი ოჯახები იყო მაშინ. თუმცა სვანეთის ისტორია მხოლოდ საცხოვრებელი არქიტექტურით არ შემოიფარგლება. ამ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის სრულად გასაცნობად აუცილებელია იმ საგანძურის ნახვაც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა ოჯახებსა და თემებში. სწორედ ამისთვის არსებობს მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია სვანეთის უნიკალური არტეფაქტები, უძველესი ხატები, ხელნაწერები, იარაღი და საყოფაცხოვრებო ნივთები. რა თქმა უნდა, სვანეთის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მრავალხმიანი ხალხური სიმღერაც. თემი სამყარო უკრავს ვიოლინოს, მაგრამ ერთ სიმზე. ხან მეორეზე რიგრიგობით. სვანები უკრავს სამივეზე ერთად. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ სვანები დანარჩენ სამყაროზე სამჯერ ჭკვიანები ვარ. ეს რიჰოა, მესტიის ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც 1928 წელს შეიქმნა და თითქმის 100 წლიან ისტორიას ითვლის. ამ წუთში რიჰოში დაახლოებით 40-45 ადამიანია, მათ შორის 10 მანდილოსანი, თქვათ 30-მდე, 35-მდე მამაკაცები, მოცეკვავები ყავს და რიჰოში არის 80 წლის ასაკის ადამიანები ყავს. ჩვენ აღვადგინეთ ძალიან ბევრი ძველი სიმღერა ჩანაწერებიდან, ავთენტური ჩანაწერებიდან და დღესაც ვაგრძელებთ ამავე მეთოდით მუშაობას, რომ ძველი სიმღერების ჩანაწერს თუ სადმე მოვკრავთ ყურს, მოვისმენთ ინტერნეტში სხვაგან, აუცილებლად ვიწერთ და მე ვასწავლით ბავშვებს. ვაიდი აცუვასლია ვადაცუზუას, ვაიდი ვადემხაია ვადაცურე, ვაიდი ვოლემჩილია ვადაიაკაშ, ვაიდი ვოგიორია ვადაგილე, ვაიდი ვოლემჩილია ვადაიაკაშ, ვაიდი ვოგიორია ვადაგილე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფოლკლორი გააგრძელებს ცხოვრებას და მას შეისწავლის ძალიან ბევრი ქვეყანა, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი ჯგუფები სასწავლებლად. აი დაიჯერებთ, რომ 11 ჯერ მოვიდა ავსტრალიელი ჯგუფი. გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები, ინგლისელები, პოლონელები, ძალიან ბევრი ტრადიციები და სიმღერები გვაქვს, რომელიც მართლა საინტერესოა. Ოდივა! მოროზა ჯივაი ბეკოზილი ვოდა, რასმაი ვოი, ოდივაი, მოროზა ჯივა ბეკოზილი ვოდა, რასმაი ვოი, ოდივაი, ჟიტოი ვოჩურედი ვოდა, აფხნეგმარა, ვორირაი ვორირა რაშარერა, 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 ვორირა რაშარა მაიდა, ვასარა შარა მაიდა, ვასარა შარა მაიდა, ვასარა
ძალიან დიდი მადლობა ძალიან ცნობილ ბლოგერს ვინ არის ნობს სოსოს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი გამოსვლაც ამ ესე ვთქვათ თქვენს ვიდეო როლიკებში რაღაცა საინტერესოს რაღაც ადგილს დაიყავებს და მოგზავნით ისიამოვნეთ ჩვენს გიმღერებთ იცეკვებთავლევთ ერთად ვიქეიფოთ კარგად გზავნებოთ ეხლა გამოვედი მანქანასთან და დამხვდა ესეთი ნახატი. საყვარლები არიან ბავშვები. აი ესე მილოცავენ 500,000 გამომწერს. სვანეთში. ძალიან დიდი მადლობა ვინც ეს ნახატი დახატა. მოგზაურობის ბოლო დღეს იდეალური ამინდი გამოვიდა და ისევ თეთრუნზე დავბრუნდით. რადგან ასეთ ამინდში ასეთი ზღაპრული ხედების ფონზე სრიალი უდიდესი სიამოვნებაა. შეხედეთ რა გარემოა. უშბაც კი მოჩანს ისეთი ამინდი გამოვიდა. ხალხიც ბევრად მეტია, სიტუაციაც უფრო სასიამოვნოა. ძალიან დიდი სიამოვნება გელით, განსაკუთრებით მათ, ვისაც გიყვართ სნოუბორდით ან თხილამურით სრიალი. რადგან ამინდი ხელს გვიწყობდა გადავწყვიტეთ ბოლომდე ავსულიყავით. ჯერ ავედით პირველი საბაგიროთი, შემდეგ მეორეზე გადავინაცვლეთ და შემდეგ უკვე მესამემ სასრიალო ტრასის ბოლოში აგვიყვანა. მესამე საბაგიროსაც ამოყევით და ნახეთ სად აღმოჩნდით. პირდაპირ მწერვალებთ ახარა. მოწმენდილიცა რო იყოს, აი ბევრად კარგად გამოჩნდებოდა, ეხლა გადაიშლებოდა წინ მთები და ხედები. სასრიალო კურორტზე ბევრად მეტია აქაურობა, მეგობრებო. ეხლა დროა დავეშვათ. Let's go. სვანეთი არის მხარე, სადაც ბუნება, ისტორია და ტრადიციები ერთად ქმნის განსაკუთრებულ სამყაროს. თუმცა, რაც არ უნდა ზღაპრული იყოს ხედები და რაც არ უნდა მდიდარი იყოს წარსული, სვანეთის ყველაზე დიდი სიმდიდრე მაინც აქაური ხალხია. მათი გულწრფელობა, სტუმართმოყვარეობა და ძლიერი მტკიცე ხასიათი. და როცა სვანეთიდან გზას დაადგები უკან სახლისკენ, ხვდები რომ რაღაც ნაწილი აქვე დაგრჩა, რაღაც კი თან წაიღე. რომელიც კიდევ ერთხელ უკან სვანეთში დაბრუნებას გაიწვევს. ძალიან ვისიამოვნე სვანეთით, იმედია თქვენს ძალიან ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი. ზაფხულში კიდევ უფრო მეტი რამის ნახვა შეგვიძლია აქ და იმედია კიდევ ერთხელ დავბრუნდები, რომ უფრო სრულყოფილად გადავიღო ეს კუთხე. ძალიან დიდი მადლობა სოკარს იმისთვის, რომ მოგცა შესაძლებლობა გვემოგზაურა საქართველოს გარშემო და დიდი მადლობა რა თქმა უნდა თქვენ, ჩემს მაყურებელს, იმიტომ რომ თქვენს გარეშე არ იარსებებდა ეს კონტენტი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.